ნარკოპოლიტიკის კრახი. ასეთია ვითარების შეფასება, რომელიც დღეს კიდევ უფრო უარესია, ვიდრე 90-იან წლებში გვქონდა. ჩემ თაობას დამარხავი არ ეყოლება. არა თუ საქართველოს პატრონი. ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული ერის გენოციდი. მე ახლა ამაზე მეტი რა უნდა მომივიდეს. ჩემი გაზრდილი 22 წლის შვილი აგერ ჩავდე მიწაში ბინა უნდა გვეყიდა და სასაფლაო უყიდე და მეტი რა უნდა მომივიდეს 17 წლის დიუშენიანი შვილი მყავს. რისი თავი მაქვს და როგორ დავდივარ ამ ქვეყანაზე ღმერთს მადლობა ამისთვის. ჩემი ერთადერთი მოტივი არის რომ ბავშვებს უშველოთ კაცო. ჩემო ანგელოს და ჩემო შვილობის მაგალითად რამდენ რაღაცას გეგმავდით სახლი ავაშენოთ და თურმე შენი სახლი უნდა გამეკეთებია შენი სამუდამო საცხოვრებელი იქით არაფერი არ არის არც პოლიტიკა არის არჩევნები შენ წარმოგიდგენია 16 წლის ბავშვი ნარკოტიკიდან გაბრუებული სრულწლოვანი რო გახდება მისთვის რა მნიშვნელობა ქვეყანას რა კურსი აქვს რომელი კურსი აქვს ამას რუსულია ევროპულია ამათვის კურსი სულ ერთი არ არის ხალხო აი გამარკვიეთ ვინმე და ან და ამათ მიერ გაკეთებული არჩევნების დროს ის ქვეყანას წაადგება შეაყნოსე და თუ გინდა ჯალალედის მიცემენ ხმას ესენი და რას უცადოთ ახლა რა ვიცი არ ეგონოს ვინმეს ხელისუფლებაში წარმომადგენელს რომ მისვისაც არ მიუკაკუნოს ამან მე ასევე მიმართავ კაცო ოპოზიციურ პარტიის ლიდერებს და რომელიმეს უთქვია რომ რუსული ნარკოტიკი ეს არის პირდაპირ რუსული ნარკოტიკი ეს ეფედრინი რომელიცადაც ჩემი შვილის და არა ჩემი შვილის მარტო ეს უბედურებები ხდება სოციალურ ქსელებში რუსული მუსიკა ჩართო მარშრუტკაში მძღოლმა და ეს ქალები წამოხდნენ და ესე იგი მიწასთან გაასწორეს ლანძღვით ეს მძღოლი და რუსული სიმღერა კი არა, რუსული ნარკოტიკით არის სავსე ქვეყანა და რუსეთი ჩვენ გვიხდის სამაგიეროს. ახალგაზრდებს გვიხოცავს. ძალა კი არა, არმია კი არა, აღარავინ აღარ შემოგრჩება. ყველაფერი წაგებულია. ბიჭო, ერის დასასრულია. დასასრული არის რა. რო იმასაშობა, ეხლა პატრიარქთან ვიყავი, ხო? გაუბედურებული ბაბუა ვარ, გაუბედურებული დედა არის და დღემდე ვერ გამონახა ისა რა რომ დამლოცოს უბრალოდ და რაღაცა პეტიციაც მიუტანე რომ თვითონ უნდა უთხრას მთავრობას რომ დავიწყოთ ამასთან დაკავით და ფიქრობენ რა ამ ფიქრში უკვე 30 ბავშვი 40 მოკვდა თბილისში ის ჯერ ფიქრობს აი წამში ცხოვრება ჯოჯოხეთს დაგვილის გავსეს გიორგი 17 წლის იყო ბოლოზარიდან 20 დღე იყო გასული და მხოლოდ 10 დღე მას შემდეგ, რაც დედა სამუშაოდ უცხოეთში გაემგზავრა. ჩვეულებრივად დაიძინა და ვერ გაიღვიძა. ყველა, აი, ხომ გითხარით ძალიან ბევრი წერს ჩემნაირი მშობელი. ანუ ერთმანეთს უზიარეთ აზრს. იქ არის, ანუ ვეკითხებით ერთმანეთს როგორ დაგემართა, რა მოხდა, მსგავსი ანალოგიური სიტუაცია. მოვიდა, დაიძინა, ვეღარ გაიღვიძა. მოსაწევი, რომელსაც ქვია ალფაბეტე და როგორც გადავიკითხე მე და დავგუგლე, იწვევს დაძინების დროს გულის აჩქარებას. ძილის დროს აუჩქარდა გული და გაუსკდა. წავალო ძილში გამოვალო და დაწვა და ბევრს უვიდა ეგრე ზუსტად ძილში გაიპარა. პოლიცია რო იგებს რომ ცუდად არის არანაირი პურალო მოკიდებენ ხელს და გადაყავთ ზახეში, წირასარი დაკავების იზოლატორში. ესე იგი, პირიქით უფრო წუმპეში აგდებენ. იმის მაგივრად მე ახლა ამას ეთერში არ ვიცი, მაგრამ მე-10 კლასში მანქანა გავიტაცე რა. და დამიჭერა ზესტაფონის პოლიცია. და როგორც დამიჭირა, ისე გამიშვა და მითხრა, რომ წადიო შენ ახლა და იმას გაუკეთე მანქანაო, თუ არა დაგიჭერთო და შენ რო ციხეში ჩაქსვა, უნდა გათახსი გაფუჭდნენ. უნდა წახვიდე ხელიდანო. და დღეს პოლიცია ასე კი არ ელაპარაკება ბიჭო ამ ბავშვებს. წაიყვანენ იზოლატორში, ჩააგდებენ 2 დღე იქ, ჩაუტარებენ სასამართლოს, მიცემენ პირობითს, მიცემენ გირაოს 15,000 ლარი. და წარმოგიდგენია შენ რას შვებია?
სამხარაულის ბიუროში ვიდექით რიგში 5 მშობელი. ეს იყო მე-5 და 4 ამაზე წინ 18, 19, ერთი იყო 17, ერთი 22 და ერთი 23 წლის ბიჭების გვამები წამოვიღეთ იქიდან შავი ცელოფნის პარკებით. წამში ცხოვრება თავზე და მე სუსტად გიორგის მე-9 დღეს ანალოგიურად 27 წლის ბიჭი ჩვენთან აიაგერ ახლა ცენტრი რომ გამოვიარეთ აი მანდ გიორგის მე-9-ზე მივედით და დაირეკა რომ 27 წლის ბიჭი მამამ მძინარე ნახა საწოლში გარდაცვლილი ანალოგიური ვითარებით სუსტად რაც გიორგის სიტუაცია იყო ეს ქობულეთში მოხდა 2 და ბათუმში ზუსტად ეს გიორგის პერიოდში 10 დღის შიგნით ზუსტად 10 ახალგაზრდა, არა 5 ახალგაზრდა ბოდიში, 2 ქობულეთში მოხდა, 2 აქ მოხდა, 1 ბათუმში. რაც ნამდვილად ვიცი, რომ ზუსტად იყო ეგ სიტუაცია. ხო და რომ არ ვიცით კიდე და რამდენი ესენი ხო არ გახმაურებულა როგორც ჩემი შვილის არა? და ასე არის უამრავი კატასტროფული მდგომარეობა. ხალხი ბიზნესით გვიკლავს ახალგაზრდებს. აი ეგ სიტუაცია საქართველოში. არანაირი პოლიცია არ ინტერესდება. დღემდე აი შეიძლება კვირაში ერთხელ მაინც მივდივარ, რომ რა ვიცი სიტუაცია. ერთი წელი ხდება, ტელეფონიც კი არ მოუციათ. არ გაუხსნიათ ტელეფონი. ადვოკატი ავიყვანე, ჩემი შვილი ქობულეთში იყო და საღამოს წამოვიდა ქობულეთიდან და დავინტერესდი რომ რითი წამოვიდა. ხომ შეიძლება რომ ამოიღო კამერები რითი წამოვიდა რა, ამდენი კამერა და ამდენი საშუალება. ვერც კამერები ამოვაღებინე, ამდენი ფაქტი მაქვს რომ ნამდვილად მისცა კონკრეტულმა პირმა ჩემს შვილს ეს წამალი. არაერთი ფაქტი, ვიდეო, SMS-ები, სადაც გიორგი ეუბნება მის შეყვარებულს რომ როდესაც ეს გავიცანი ჩემი ცხოვრება დაინგრა მაშინო. უამრავი ფაქტის მიუხედავად არაფერი არ გააკეთა პოლიციამ. ისე არ მოხდება რომ ვიღაცა უკან არ ყავდეს ფარველი. ასე მგონია ხა სხვანაირად როგორი ფიქრებ? ელემენტარული ავიღოთ ის რომ ვიცი რომ ჩემი შვილს მისცა წამალი ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ მისცა კონკრეტულმა პირმა, ხო? ამდენი ფაქტი დაგიდე, ამდენი SMS-ი მუქარის, ამდენი ვიდეოც კი რომ აჩვენებს რომ აი მაქვს მოსაწევი და მოდი გამომიარე მოგაწევინებ. ის რომ ღამით ემუქრებოდა ჩემი შვილი გარეთ არ გადოდა თუ არ ჩამოხვალ მასდაზე პაგრიშკები არ დაგხდებაო. აი უამრავი ფაქტი მაქვს, რითაც შეიძლება რომ ადამიანს პასუხი მოეთხოვოს. დამარბენინებენ მათხოვარი გამხადეს იმაზე რომ ექსპერტიზის პასუხები მივიღო და ვინ მიცა ამ ბავშვს ვარგეთილის მეტროსთან ეს წამალი. ამ ბავშვის გარდაცვალებას მიზეზს დიდი კითხვის ნიშნები არ ჭირდება. მობილურშია ყველაფერი, ვისთან ჩავიდა, ვის გამოვართვა, ვის ბიცა და ჩვენ ვიცით, როცა სახელმწიფოს დაჭირდა რომ ცხოვრებული ლაშქარავა ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატია. გარდაცვალება დაკავშირებოდა ნარკოტიკს ერთ დღეში იქნა გამოძიებული ყველაფერი და აჩვენეს ის ფაქტი, რომ აი თურმე ეს ბიჭი ჩადიოდა ცუდ ამბავს, ხო? სირავდილეში ეს რო გადაფარულიყო აქციაზე მისიცემა. შენ როცა გიდა ნარკომანად გამოიყვანო და ეცი და ერთ დღეში ხო ესე იყო, ხო არ ვიგონებ, კაცო. ჩვენ რა დავაშავეთ ამ ხალხმა? ანა მანგელოზევიჩვილი რაღაც დამიჩეხეს, თავის ქალარას ახადეს, თუ არ იძიებდნენ. შინა და რას აკეთებს? არაფერს. კატასტროფულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. საერთოდ რომ არანაირი ახლა რო ვიყავი ბოლოს მისული ტელეფონზე, ძალიან დიდი კამათი მოგვივიდა მე და პოლიციას. იმიტომ რომ ჯერ ამდენი ხანია მპირდება ტელეფონი იხსნება, ერთი წელი ხდება, რაც ტელეფონი უნდა გაიხსნას და არ გახსნილა. მე ამდენი ფაქტი მაქვს და ვეუბნები ხომ შეიძლება ელემენტარული კამერა მაინც რატო წაიყვანეს მაშინ რატო გაუკეთეს ექსპერტიზა? რატო უკეთებენ საერთოდ ზოგადად რატო უკეთებენ ექსპერტიზას თუ იმ ექსპერტიზის იქით არაფერი? მე ჩემი შვილი არ მაინტერესებს ზოგადად მოკვდა, დავიღუპე, დამთავრდა ხომ ცხოვრება იქ. დამიჩეხეს ანგელოზივით შვილი, გამწარებულს კიდე გამწარება დამიმატეს ზევიდან და არაფერი. მაგით მათთვის არის ეს ჩვეულებრივი მოვლენა. და ჩემთვის მთელი ცხოვრება, ხომ? ეს არის მთელი ცხოვრება. ამაზე მეტი სიმწარე დედამიწაზე აღარ არსებობს. ერთი ორმა მომწერა, ახლა ვიცი რომ მე ვიბრძოლე, მე ჩემი გავაკეთე, თუმცა გამაფრთხილეს რომ ყავს მეორე შვილიც, გაუფრთხილდი მას. ვინ გააფრთხილა? პოლიციამ, როდესაც მოითხოვა გამოძიება. ყველა მშობელი, წლების უკარო დაკარგა ბავშვები, ყველა მშობელი ჩემნაირ დღეშია. არც ერთი საქმე არ მისულა ბოლომდე.
არც ერთი საქმის გამოძიება არ დასრულება. ჩვენს სადაც ხედავთ ახლა ამ ადგილს 1 საათით უნდა იდგეს ღამე აქ პოლიცია და 50 ბარიგას დაიჭერს როგორ დარბიან ამ სასაფლაოზე ნარკობარიგები დებენ და ესიც ის ყველა იმდენად გაუფასურებულია პოლიციაც შიშიც ყველაფერი ალბათ არ ვიცი ახლა როგორ თქვა ზუსტად მსგავსად და როგორ აქვს წერო მაგრამ იმდენად გაუფასურებულად შიში აღარ არის რატო უნდა დებდეს ახალგაზრდა ბიჭი ჩვეულებრივად ქუჩაში ტრასაზე ჩვეულებრივად ბათუმი ქობულეთის ტრასაზე წამალს ჩვეულებრივად ეხლა მე შემიძლია შევიდე საიტზე და ჩვეულებრივად შევიძინო ეს წამალი რატო უნდა იყოს ეს დაშვებული ჩვეულებრივად დავსაქმდე იმით რომ მე წავიღებ დაუშვათ წამალს და დავდებ ამ ლოკაციაზე და გადამიხდიან ხელფასს მთელი რკინიგზა სადაც დადის ის არის დანომრილი ყველა კილომეტრი ყველა პიკეტი 100 მეტრში კილომეტრი 1 კილომეტრში დარბოდა 1.50 კაცი ლიანდაგში და როდესაც მე მანქანებს ვკითხე რომ ამ ღამე რას დარბიან ამ ჭიკებივით მეთქი და გაეცინა და რა გაცინებს მე იქ ადვილად დასამახსოვრებელია ლოკაციას რო დებ წამალზე 2500 7 კილომეტრის ზელის ქვეშ მიხვალ წაიკითხავ აირებ ძებნა არ უნდა პირდაპირ საფლავებზედაც იმიტომ დადიან რომ აქ დავით ბლიაძე ხო წერია ის ეტყვის რომ დავით ბლიაძის ქვასთან დევს მე რო გითხარით რკინიგზაზე ესე დებენ მეთქი ჩამოვედი და ერთ-ერთ უშიშროების თანამშრომელს ვუთხარ მე ვუთხარ ბიჭო ესია ეს ნახე ამდენი ხალხი წამომყევი ძმაო ბოდიში ჟარგონისთვის დაიკიდეო რა დაიკიდეო ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ღიად სოციალურ ქსელებში დაფინანსებულად აცხადებენ ვაკანსიებს 1500 ლარიდან ზევით დღეში არ უნდა დაუძა ხო კაცო ამ ხალხს რა სამსახურია ეს სამსახური მე წავალ 1500 ლარს თუ მომცემენ რა საკეთებენ რა უნდა გავაკეთო მითხრან აბა აი თქვა რა ვიცი 1500 ლარა დღეში რომელი ჭკუაზე მყოფელი არ წავა ერთი მითხარი 1500 ლარი არა ვის სად არის სამსახური პირდაპირ ღიად აცხადებენ რომ მოდითო წამლები დაარიგეთ და ხალხი შესვით ნარკოტიკზეო და ყველა კორპუსში ყველა უბანში არიან ბარიგები რომლებიც ყოველდღე ნასკებივით იცვლიან მანქანებს და ბინებს შევიდენ და ნახო როგორც ნარკომაფიას კი არ უყურებენ როგორც ბიზნესს ეს არის ყველა სირცხვილი ეს არის როდესაც ამბობენ იმას რომ მილიცია არის გმირი მილიცია გმირი კი არა ეს საქციელი ხალხმა ხო იცის და ამას რა ქვია სახელი მაგრამ ასე ყველას ჩვენ დავარქვათ გმირები და 16 წლის ბავშვები ამბობდოთ მიწაში როცა ეს ყველა მიცის სიტუაცია არავინ არ ათქვას რომ არ იცის და აქედან გამომდინარე ამას გმირობა კი არ ქვია, ამას ქვია ღალატი, ძვირფასო მეგობრებო. აბა ერთი შენ გადარიცხოს ჩვეულებრივმა ადამიანმა თავისი შობელს გადაურიცხოს წამლისთვის ფული თუ ის უკვე ძალოვანმა უწყებებმა არ იციან რას მოხმარდა. და ჩვენ რასთან გვაქვს აქ საქმე რომ ეს 16 წლის ბავშვები ტელეგრამ იმით რიცხავენ ოფიციალურად სოციალურ ქსელებში გვახსოვს თვეობით ვართ ყველა დაბლოკილი და შენ ამაზე ხვას არ იღებ და ლაპარაკობ რომ სიძულვილის ენა უნდა აკრძალო თურმე ბიჭო რა სიძულვილი რა ომი შობადობაზე უფრო მეტია ასეთი ბავშვების გარდაცვალება დღეში რომელ სიძულვილზე რომელ ქვეყნის მტრობაზე საუბრობ